სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის ხდომა მიმდინარეობს. მინისტრთა კაბინეტის წევრები 27 საკითხს განიხილავენ. ხდომის დაწყებამდე განცხადებებიც გაკეთდა. ნატა ქაჯაი ემყოფება პროკურატურაში. ნატა რაზე ისაუბრეს მინისტრებს ხდომის დაწყებამდე? ბექა, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა დედაქალაქის მერიასთან დაკავშირებით. მან უკმაყოფილება გამოთქვა მოუწესრიგებელი გზების გამო და განაცხადა, რომ დედაქალაქის მერიის მხრიდან ადგილი აქვს საბოტაჟს, რაც არის მიუღებელი, რადგან ამით ზარალდებიან თბილისელები. ღარიბაშვილმა დღეს მოუწოდა რეგიონული განვითარების მინისტრს დავით ნარმანიას, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში არის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, რომ გამარჯვების შემთხვევაში მთავარ ამოცანად დაისახოს დედაქალაქში გზების რეაბილიტაცია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მეგობარს დათო ნარმანიას ძალიან ბევრი საქმე ექნება. მაშინ რაც ავირჩევთ ქალაქ თბილისის მერად. და მეგონი პირველი დავალება, რასაც თბილისელები მისცემენ, იქნება ის, რომ გზების შეკეთება უნდა იწყოს დაუყოვნებლივ, იმიტომ რომ მე როგორც გავიგე, მთელი წლის განმავლობაში არც ერთი გზა არ შეკეთებულა. ეს შეგნებულად ხდება ალბათ. სამწუხაროა, რომ მთელი წლის განმავლობაში თბილისის მერია ეს პირდაპირ საბოტაჟია, სხვა არ შეიძლება ამას ვთქვათ. ამას აგრძელებენ დღესაც, ასე რომ ბატონ დავით ბევრი საქმე გექნებათ. მადლობთ. მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ 1.12 ემუშავათ, ხოლო ახლა ბიუჯეტის დამტკიცების მერე დაიწყეს გუშინ ღამე გვიან, რომ გავიარე ღამე მუშაობდნენ. ანუ ახლა დაიწყეს მიუხედავად იმისა, რომ მაგრამ გასულ წელს აკეთებდნენ ამას. გასულ წელს მხოლოდ ძალიან მცირე მიმდინარე შეკეთება გააკეთეს, ანუ ძალიან გადაუდებელი რაც. მთავრობის ხდომის დაწყებამდე პაატა ზაქარეიშვილმა და მაია ფანჯიკიძემ განცხადება გააკეთეს საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის სოხუმში ვიზიტზეც, სადაც მან გააკეთა განცხადება, რომ გაერო აფხაზეთისთვის გამოყოფს $15 მილიონ. მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ საგანგაშო ამ განცხადებაში არაფერია, თუმცა გააჩნდა სხვადასხვა ინტერპრეტაცია, რის გამოც საგარეო უწყების პირველი პირი ხვალ სამინისტროში გაეროს მუდმივ კოორდინატორს ელოდება. პირველად არ ხდება გაერო აფხაზეთის ტერიტორიაზე ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ყოველთვის არის ინფორმირებული ამ პროექტების შესახებ, რადგანაც ისინი ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე. ეხლაც არის ზუსტად ისეთივე სიტუაცია და სამწუხაროდ არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ მსგავსი კონტაქტები, რომელიც მათ აქვს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გავლით, წარმოაჩინონ როგორც დამოუკიდებელი კონტაქტები. აბა ვის უნდა შეხვდნენ თუ არა დე-ფაქტო პრეზიდენტს? 20 წელია, რაც იქ იყო დე-ფაქტო პრეზიდენტი იყო, რა ქვია, ბაღებში იყო, მანამდე იყო სხვა პრეზიდენტები, ქვია, ყოველთვის ხდებიან დე-ფაქტო პრეზიდენტებს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ყოველთვის ხდებოდა, ელჩები ხდებიან. ჩვენს ტერიტორიაზე მუშაობენ ეს ორგანიზაციები. ჩვენთან არიან რეგისტრირებულნი. ჩვენი ელჩები არიან და ჩადიან, რათა მათ დაეხმარონ როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს მოქალაქეებს. განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კი დღეს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის რამდენიმე საათის წინ გაკეთებული განცხადება და ინიციატივა შეაფასა, რომლის მიხედვითაც შეიქმნება საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც ქართულ სტუდენტებს დაეხმარება უცხოეთში მიიღონ განათლება. მინისტრი აცხადებს, რომ ეს არის კარგი ინიციატივა, მან იცოდა ამ ინიციატივის შესახებ და პროექტი მიმდინარეობს აქტიურად, რათა ქართულმა სტუდენტებმა მალე შეძლონ საზღვარგარეთ გამგზავრება სასწავლებლად. ეს არის პრემიერის ინიციატივა, შექმნას საერთო ფონდი, რომელიც იზრუნებს ჩვენი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაზე და ამის გარდა ასევე ჩაატარებს იმ სამუშაოებს იმისათვის, რომ სტუდენტები ისევ უკან მოიზიდოს და დაასაქმოს იქ, სადაც ამისი საჭიროება არის. დღეს დილიდან სხვადასხვა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრმა გურამ მოდიშარიამ დატოვა თანამდებობა. ჟურნალისტები დღეს დავინტერესდით ამ თემით. სხდომაზე თავად გურამ მოდიშარია არ იმყოფება, სამინისტროს წარმოადგენს მისი მოადგილე, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მოდიშარიას თანამდებობა არ დაუტოვებია, ის ამჟამად იმყოფება შვებულებაში. მადლობა ნატა ქაჯაი ესაუბროდა სახელმწიფო